ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში კვლევის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები, შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის დროს კვლევის ფარგლებში შეისწავლეს და გაანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით. შეისწავლეს ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების განხორციელების პრაქტიკა. ამჟამად კვლევის პირველი ეტაპის პრეზენტაცია ჩატარდა. ის ეტაპობრივად 2016-2018 საარჩევნო ციკლის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე შუალედური შედეგები წარმოდგენილია სამაგიდო და თვისობრივი კვლევის საფუძველზე. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში განიხილეს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მაგალითები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველი, აპარატისა და მასმედიის წარმომადგენლებმა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის პრეზენტაცია მოხდა დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში. კვლევა ეხებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერულ ანალიზს. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე იყო მოწვეული ადგილობრივი პარტიის წარმომადგენლები, მასმედიისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კვლევა პროექტის საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.